დღევანდელი დღის თემა. ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების, მათი შექმნისა, როდესაც უფალმა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. აი დღეს დაპირებას გისრულებთ, ჩულებრივ სწავლებას განვაგრძობთ და რასაც ადრე ვამბობდით, იმავე თემაზე ვილაპარაკებთ. იცით რომ არაერთხელ შევეცადეთ ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ ძმებზე ზრუნვას და მათ დარიგებას თავი ვერ ავარიდეთ. ჩვენ ხან იმ უძლურ მოძმეებს ვასწავლეთ, ვინც ჩვეულებებს მისდევენ, შეკრებებს აკლდებიან და ამით ამცირებენ დღესასწაულის სიხარულს. სწორედ მათ ჩავაგონებდით მთელი ძალით და ვურჩევდით, რომ არ მოსწყვეტოდნენ ქრისტეს სამწყსოს და ამ სულიერი ეზოს მიღმა არ ეხეტიალათ, რომ მხოლოდ სახელითა და წოდებით კი არ გამოჩენილიყვნენ ჩვენს მოძმეებად, სინამდვილეში კი იუდეველებისთვის მიებაძათ, ჯერაც ბენლში, სანათურების ახლოს რომ სხედან მაშინ, როდესაც უკვე სინათლის მზე ამობწყინდა. ხანაც ისე მოხდა, რომ აქ ახლად მოსულ, ჯერაც მოუშინაურებელ ადამიანებს უქადაგებდით, რომ სულიერ მოწოდებას მისდიონ, სიზარმაცე და მცონარება განდევნონ და მხურვალეს სურვილითა და დიდი გულმოდგინებით მოემზადონ სამეფოს საჩუქრის მისაღებად, რომ მათ უნდა იჩქარონ მისკენ, ვინც ცოდვებს აპატიებს და უთვალავს სიკეთეს მისცემს. ჩვენ ვიზრუნეთ იმ ადამიანებზეც, ვისაც აღდგომასთან მათი აზრით, ამ უმნიშვნელო დღესასწაულთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა აქვს და ამით დიდად აზარალებს საკუთარ თავს აქ, ცხადია, იგულისხმება ის ანტიოქიელი ქრისტიანები, პასექს იუდეველებთან ერთად აღნიშნავდნენ და ვისაც ოქროპირი ამის გამო თავის იუდეველთა წინააღმდეგ ჰომილიებში ამხელდა. ჩვენ მათ ჭრილობებს ჯეროვნად უწამლეთ და ჯერ გაუნათლებლებსაც. ანუ კათაკმეველებს დიდ მარხვაში აღდგომის დღესასწაულზე მოსანათლად რომ ემზადება მათ შესაფერისად უქადაგეთ. ახლა როდესაც ყველას მათი მოთხოვნილების შესაბამისად ვუწამლეთ და ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ბოლოს და ბოლოს თქვენთვის ყველასთვის სულიერი ნადიმის გაგრძელებას ვაპირებთ. ისევე როგორც მაშინ ძმების უყურადღებოთ მიტოვება და ჩვეული განმარტების გაგრძელება იქნებოდა არასწორი საქციელი, ასევე ახლა როცა მათ სასიკეთოდ უკვე ყველა ღონე ვიხმარეთ და სულიერ მიწაში კეთილი თესლი დავთესეთ, ასევე უნდა განვაგრძოთ კითხვა ნეტარი მოსეს დაწერილიდან, რათა ამით დამოძღვრილები დავბრუნდეთ შინ. მაშ მოვისმინოთ, რაც წავიკითხეთ. ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების მათი შექმნისას, ამბობს მოსე, როდესაც უფალმა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ვიდრე დედამიწის პირზე მდელოები იქნებოდა და ვიდრე ბალახი აღმოცენდებოდა, რადგანაც ღმერთს ჯერ წვიმა არ მოეყვანა მიწაზე და არ იყო მიწათ მოქმედი კაცი. წყალი ორთქლის სახით მიწის პირიდან ადიოდა და რწყავდა მიწის ზედაპირს. ყურადღება მიაქცია ამ საკვირველი წინასწარმეტყველის სიბრძნეს. უკეთ რომ თქვათ, სულიწმიდის სწავლებას. მას შემდეგ, რაც თითოეულ ქმნილებაზე ცალ-ცალკე მოგვითხოვრო, გვიანბო 6 დღის საქმეებიც, ადამიანის შექმნაც, მისთვის მთელ ხილულ სამყაროზე ძალაუფლების მინდობაც, ახლა კიდევ ერთხელ ერთიანობაში წარმოგვიდგენს ყოველივეს და ამბობს, ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების მათი შექმნისას. აქ იმის განხილვაც ღირს, რატომაა რომ ამ წიგნს მოსე უწოდებს წიგნს ცისა და ქვეყანისა, როდესაც ის თავისთავად ბევრ განსხვავებულ რამესაც შეიცავს, გვასწავლის უამრავ სხვა რამეზე, მართალთა სათნოებებზე, ღვთის კაცთმოყვარებაზე, მის სიმდაბლეზე, რომელიც ღმერთმა პირველ ქმნილ კაცს და მასთან ერთად მთელ ადამიანთა მოდგმას დაანახვა. ასევე სხვა უამრავსაც, რასაც ახლა ვერ ჩამოვთვლით. ეს ნუ გაოცებს საყვარელო, წმინდა წერილს ასე ჩვევია. ყოველთვის ყველაფერზე დაწვრილებით როდი მოგვითხრობს. არამედ უმნიშვნელოვანესიდან დაწყებული, ყველა დანარჩენსაც ისე დაგვანახებს, რომ კეთილად განწყობილებმა ბევრი რამ ისწავლონ მისგან და იმისთვის რომ ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდე, ახლახანს წაკითხulis მიხედვით განგიმარტავ. რა კიღა თითოეულ ქმნილებაზე დაწვრილებით აქამდე უკვე ითქვა, საღვთო წერილი ცალ-ცალკე აღარ ახსენებს ქმნილებებს, არამედ ამბობს, ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების მათი შექმნისას, როდესაც უფალმა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა და ასე შემდეგ. ხედავ რომ წერილი ზეცასა და მიწაზე ლაპარაკობს და გვთავაზობს, რომ ყველა დანარჩენს აქედან გამომდინარე მივხვდეთ? ამიტომ როგორც ქმნილებათა შესახებ თხრობისას, ის ყველაფერს თანმიმდევრულად კი არ გვიყვება, არამედ მხოლოდ უმთავრეს ახსენებს და თითოეულ მათგანზე დაწვრილებით აღარ ჩერდება, ასევე მთელ ამ წიგნს, თუმცა ის უამრავ სხვა რამესაც შეიცავს, უწოდებს წიგნს ცისა და ქვეყანის დაბადების, რათა ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ამ წიგნში თავმოყრილია ყოველივე ხილული, რაც კი არსებობს როგორც ზეცაში, ისე მიწაზე. ვიდრე ამბობს დედამიწის პირზე მდელოები იქნებოდა და ვიდრე ბალახი აღმოცენდებოდა, რადგანაც ღმერთს ჯერ წვიმა არ მოეყვანა მიწაზე და არ იყო მიწათმოქმედი კაცი. წყალი ორთქლის სახით მიწის პირიდან ადიოდა და რწყავდა მიწის ზედაპირს. უდიდესი სიმდიდრე იმალება ამ მოკლე სიტყვებში. ამიტომაც გვმართებს, რომ საღვთომადლის წინამძღვრობით შესაფერი გონიერებით განმარტოთ ეს სიტყვები და თქვენ ამ სულიერი საგანძურის მონაწილეებად გაქციოთ. სულიწმიდა, ვინც მომავალს ხედავს, აქედანვე გვაჩვენებს თუ რა თანმიმდევრობით შეიქმნა სამყარო. რა შეიქმნა პირველად და რა შემდეგ რომ შემდეგ მიწამ თესლი ღვთის სიტყვითა და ბრძანებით აღმოაცენა. ისე გამოსცა მან ნაყოფი რომ ამისთვის აუცილებელი არ ყოფილა არც მზის თანამოქმედება. ეს კი იქიდან ჩანს რომ მზე ამ დროს ჯერაც არ შექმნილიყო არც წვიმის ცვარი, არც დამუშავება ადამიანისაგან, რომელიც ასევე ჯერაც არ იყო დაბადებული.
ამ ყოველივეს კიდევ ერთხელ გვახსენებს სწორედ იმისთვის, რომ მომავალში წმინდა წერილის საპირისპიროდ საეკლესიო დოგმატებში თავისი ნააზრევის შეტანა ვერავინ შეძლოს, რათა აილაგმოს ამაოდმეტყველი ენა. და რას ამბობს წერილი? ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების მათი შექმნისას ამბობს მოსე, როდესაც უფალმა ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ვიდრე დედამიწის პირზე მდელოები იქნებოდა და ვიდრე ბალახი აღმოცენდებოდა, რადგანაც ღმერთს ჯერ წვიმა არ მოეყვანა მიწაზე და არ იყო მიწათმოქმედი კაცი. წყალი ორთქლის სახით მიწის პირიდან ადიოდა და რწყავდა მიწის ზედაპირს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე არ მყოფი ყოფიერებაში მოვიდა და ღვთის სიტყვითა და ბრძანებით აქამდე არარსებული არსებული გახდა. ბალახი მიწიდან იზრდება, ხოლო როდესაც წერილი ბალახზე ლაპარაკობს, გულისხმობს ყოველგვარ სახეობას. როდესაც სურს წვიმის შესახებ გველაპარაკოს, წერილი შენიშნავს, რადგანაც ღმერთს ჯერ წვიმა არ მოეყვანა მიწაზე. ანუ ზემოდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო წვიმა. ამის შემდეგ კი გვასწავლის, რომ მიწას არც კაცთაგან დამუშავება ჭირდებოდა და კაცი ამბობს, ჯერაც არ იყო მიწათმოქმედი. სწორედ ასევე გვეუბნება იგი ყველა დანარჩენ სახეობაზე. როდესაც ამას მოისმენთ, უნდა მიხვდეთ, თუ როგორ აყვავდა მიწა და ყველაფერი მიწისმოქმედთა გარჯას არ მიაწეროთ, მათ კი ნუ დააბრალებთ მიწის ნაყოფიერებას, არამედ სიტყვას შემოქმედისაგან თავდაპირველად ბრძანებულსა და ნათქვამს. ეს ყოველივე კი იმისთვის, რათა ვიცოდეთ, რომ თესლის აღმოსაცენებლად მიწას სხვა სტიქიათა თანმოქმედება არ ჭირდებოდა და რომ მისთვის შემოქმედის ბრძანებაც კმაროდა. და აი, რა არის განსაკუთრებულად საოცარი და საკვირველი? იგი, ვინც ახლა თავისი მძლავრი სიტყვით მიწას თესლის აღმოსაცენებლად აღძრავს და ამით კაცობრივ გონებაზე აღმატებულ თავის ძლიერებას გვაჩვენებს, იგი ამავე მიწას მძიმესა და თავის ზურგზე მთელი სამყაროს მტვირთველს წყალზე აფუძნებს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი. დაამტკიცა ქუეყანაი წყალთა ზედა, რომელ ადამიანურ გონებას შეუძლია ამის მიწვდომა? როდესაც ადამიანები სახლს აშენებენ და საძირკვლის ჩაყრას სურთ, ჯერ მიწას თხრიან და სიღმეში ჩასვლისას თუნდაც მცირე წყალს თუ აღმოაჩენენ, ცდილობენ მხოლოდ მისი ბოლომდე ამოხაფვის შემდეგ დაიწყონ საძირკვლის ჩაგდება. მაგრამ შემოქმედი არაფერს აკეთებს ისე, როგორც ადამიანები აკეთებენ ამას, რათა ამითაც შეიცნო მისი გამოუთქმელი ძალა და ისიც, რომ თუ კი ისურვებს, სტიქიებიც კი დაემორჩილებიან შემოქმედს და მათი ბუნების საწინააღმდეგო თვისებებს გამოავლენენ. და იმისათვის, რომ ჩემი სიტყვები ცხადად შეიცნოთ, ამ საგანზე მცირედ კიდევ ვისაუბროთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ დანარჩენზე. მართლაც, წყლის ბუნების საწინააღმდეგოა ესოდენ მძიმე სხეულის ზიდვა და არც მიწას ჩვევია ამგვარ საძირკველზე დაყრდნობა. მაგრამ მიწა დგას წყალზე, ანდა რა გიკვრის. თითოეულ ქმნილებას თუ შეისწავლი, დაინახავ შემოქმედის უსაზღრო ძლიერებას და იმასაც, რომ ხილულს ყველაფერს იგი თავისი ნებით წარმართავს. შეიძლება ეს თუნდაც ცეცხლის მაგალითზე ვნახოთ. ცეცხლის ძალა დამანგრეველია. ის ძლევს და აცამტვერებს ყოველივე შენიმთებულს, ქვებს, ხეებს, სხეულებს, რკინას. მაგრამ მაშინ, როდესაც შემოქმედმა ეს უბრძანა, ნაზდახრწნად ხორცს არც კი შეეხო და ბრძმეთში უვნებლად დაიცვა ყრმები. ნუ გიკვირს, რომ მათ სხეულებს ცეცხლი არ შეხებია. უგუნურმა სტიქიამ ძნელად სათქმელი მორჩილება გამოუვლინა, მათ თმასაც კი არა ავნო რა. ცეცხლმა მოიცვა და გამსჭვალა ისინი. მაგრამ მორჩილებით დაექვემდებარა უფლის ბრძანებას და ამ საკვირველ ყრმებს არაფერი ევნოთ და ჯამრთელნი დარჩნენ. ბრძმეთში მათ სახიფათო არა შემთხვევიათ რა და ისე მიმოდიოდნენ, თითქოს დელოსა და ბაღში დასეირნობენო. თუმცა ვინმეს ისე რომ არ ეფიქრა, თითქოს და ამ მოვლენის დროს ცეცხლს ძალა ჰქონდა დაკარგული. კაცთმოყვარე ღმერთმა კი არ დააუძლურა ცეცხლი, არამედ შეუნარჩუნა თავისი დამწველი ძალა. მისი მავნე ზემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მონებს არ ეხებოდა. იმისათვის, რომ ბრძმეთში ჩაყრილ ყრმებს ყოველთა ღმერთის უდიდესი ძლიერება შეეცნოთ. ამიტომაც ცეცხლმა მათ თავისი ძალა დაანახა. მისმა ალმა. ყრმებს რომ იფარავდა, გარეთ მდგომნი დაწვა და დაფერფლა. ხედავ, რომ თუ კი ამას ღმერთი ისურვებს, ნებისმიერ სტიქიას იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ აამოქმედებს, იგი შემოქმედი და მეუფეა და ყველაფერს თავისი ნებით მართავს. გსურთ იგივე წყლის მაგალითზეც ნახოთ, ისევე როგორც აქ ცეცხლი არ შეეხო მასში ჩაყრილებს, როგორც მან შეცვალა თავისი ბუნება და მხოლოდ გარეთ მდგომებზე გამოვლინა ძალა, ასევე წყალით ზოგს ახრჩობს, ზოგის წინაშე კი უკან იხევს და უნებლად ტოვებს. ახლა გაიხსენეთ ფარაონი, გაიხსენეთ ეგვიპტელები და ებრაელი ხალხი. მოსეს წინამძღვრობით ებრაელებმა მეწამული ზღვა ხმელეთივით გაიარეს, ხოლო ეგვიპტელები ფარაონთან ერთად იმავე გზით წასვლა, რომ ჰქონდათ განზრახული წყალმა დაფარა და დაახრჩო. ასე ემორჩილებიან სტიქიები უფლის მსახურებს და საკუთარ ბუნებას იოკებენ. ეს უნდა შევიგნოთ ჩვენ, ვინც საკუთარ ცხონებას ხულპავთ. როდესაც ჩვენი დაუდევრობის გამო გაღიზიანება, მრისხანება და სხვა ვნებები დაგვეუფლება, მაშინ მორჩილებით ამ სტიქიებს უნდა მივბაძოთ ჩვენ, ვისაც გონება გვებოძა და ამით გამოვირჩევით. თუ კი ასე ძლიერი და დამანგრეველი ცეცხლი გვერდს უვლის ხრწნად და ნაზ სხეუელებს, მაშ ადამიანს როგორ ეპატიება, თუ უფლის მცნებათა მიხედვით, საკუთარი ვნებების ალაგმასა და მოყვასზე მრისახანების განდევნას არ შეეცდება? და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დამწველი ბუნების ცეცხლმა თავის ბუნება დაძლია.
ხოლო ადამიანი მშვიდი, გონიერი, წყნარი არსება საკუთრი ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თავის თავს დაუდევრობით მხედს ამსგავსებს. ამიტომაცაა, რომ წმინდა წერილი გონებით დაჯილდოებულ ადამიანებს ამ აღმაშფოთებელ ნებებს, რომ შეუპყრია პირუტყვებს, ხშირად კი მხედებსაც უწოდებს. ზოგჯერ ასე მათი უსირცხვილობისა და თავხედობის გამო იხსენიებს. მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა რომ არ შეუძლიათ. ხან ვნებათა გამო ულაყებს არქმევს, ნაკვები ულაყები არიან, ერთმანეთის ცოლებს რომ უკრეჭენ კბილებს. ხანაც ვირებს უგუნურებისა და სიბრიყვის გამო. ხან დასაღუპად განწირულ ცხოვლებს შეამსგავსებს. ხშირად ლომებად და ფოცხვერებად იხსენიებს მტაცებლობისა და სიხარბის მიზეზით, ხან კი ასპიტებად მზაკვრობისათვის. გესლი ამბობს ასპითაი ბაგეთა მათთა. ხან კი გველებად და ექიდნებად შხამიანობისა და ბოროტებისათვის, როგორც ნეტარი იოანე გოდებს და ამბობს. გველებო, ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სიუტოლა მერმისა მისგან რისხვისა. ის ადამიანებს ნებებთან შეფარდებულ სხვა სახელებსაც ეძახის, რათა ამის მაინც შერცხვეთ და ადამიანის შესაფერ სათნოებებს ოდესმე მაინც მიმართონ. ძმებს შეურიგდნენ და ღვთისმცნებები არჩიონ იმ ნებებს დაუდევრობით რომ მისცემიან. არც ვიცი, სიტყვათა მდინარებამ აქამდე როგორ გაგვიტაცა. ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდეთ კვლავ ჩვენ საგანს და გავიგოთ. კიდევ რისი სწავლება სურს ნეტარ წინასწარმეტყველს დღეს, როდესაც ამბობს. ეს წიგნი ცისა და ქვეყანის დაბადების. ის კიდევ ერთხელ ძალიან გამოწვლიულით კაცის შექმნაზე ლაპარაკობს. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ახლა კი ამბობს. შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან და შთაბერა მას სიცოცხლის სული და ცოცხალ სულად იქცა ის კაცი. მრავალმნიშვნელოვანია ეს სიტყვები, ბევრ რასმეს კაცობრივი გონებისათვის მიუწვდომელს და მასზე აღმატებულს შეიცავს. და შექმნა ამბობს უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან. როგორც ხილულ ქმნილებებთან დაკავშირებით გაჩვენეთ, რომ ყოველთა შემოქმედი ადამიანთა მსგავსად არ მოქმედებს და სწორედ ამაში ცხადდება მისი გამოუთქმელი ძლიერება, ისევე ახლაც ადამიანის შექმნისას იგივე ხდება. შეხე. მან მიწა-წყლებზე დააფუძნა ამის შეცნობა კი ადამიანის გონებას რწმენის გარეშე არ შეუძლია. იგი როგორც ჩვენ გაჩვენეთ, როცა ისურვებს ნებისმიერ არსებას მისი ბუნების საწინააღმდეგო თვისებებს გამოავლენინებს. იგივე ხდება, როგორც ამას წმინდა წერილი გვაჩვენებს ახლაც კაცის შექმნისას. და შექმნა ამბობს იგი უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან. რას ამბობ? მიწისგან მტვერი აიღო და კაცი იმით შექმნა. სწორედ ასე ამბობს. და უბრალოდ კი არ ამბობს აიღო მიწიდან, არამედ მტვრისაგან. იმისგან, რაც თვით მიწაზეც კი ყველაზე მსუბუქი და უმნიშვნელოა. ეს შენ არაჩვეულებრივად და უცნაურად გეჩვენება? მაგრამ თუ კი გაიაზრებ შემოქმედის ვინაობას, მაშინ ირწმუნებ ამ ამბავს, მისი ძლიერება განგაცვიფრებს და თაყვანს ცემ მას. თუ კი შენი გონების და წარმოსახვის მიხედვით შეეცდები ამის განსჯას, ცხადია დაასაკნი, რომ მიწისაგან კაცის სხეული ვერასოდეს შეიქმნება. მისგან შეიძლება აგური ან კრამიტი გამოვიდეს, მაგრამ არ ვითარ შემთხვევაში სხეული. ხედავ, რომ თუ კი შემოქმედის ძლიერებას არად ჩავაგდებთ და მხოლოდ საკუთარ დასკვნებს დავეყრდნობით, ნათქვამის სიმაღლეს ვერ მივწვდებით. ეს სიტყვები რწმენის თვალს ითხოვს და ამგვარად მხოლოდ ჩვენი უძლურებისადმი უკუდურესი შემწყნარებლობის გამოითქმის. იმიტომ რომ თავად ნათქვამი შექმნა კაცი და შთაბერა მას სიცოცხლის სული. ღმერთთან შეუსაბამოა, მაგრამ წმინდა წერილი თავად ჩვენი და ჩვენი სისუსტის გამო გადმოგცემს ასე. ასე მდაბლდება იგი, რათა ჩვენ, ვინც მისი ამგვარი დამდაბლების ღირსად გვაქცია, ჭეშმარიტი შემეცნების სიმაღლეზე ასვლა შევძლოთ. შექმნა ამბობს უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან. თუ ყურადღებით ვიქნებით, ამ სიტყვებიდან სიმდაბლის არც თუ უმნიშვნელო მაგალითს მივიღებთ. როცა იმაზე დავფიქრდებით, თავდაპირველად რისგან შეიქმნა ჩვენი სხეული, მაშინ რაც უნდა მაღლა ვზიდავდეთ წარბებს, იძულებულები გავხდებით, რომ დავმდაბლდეთ. ჩვენს ბუნებაზე ფიქრი მოკრძალებას ჩაგვინერგავს. ჩვენი განსწავლის მოსურნე ღმერთმა სწორედ ამის გამო მიმართა წინასწარმეტყველის ენა ჩვენს შესაგონებლად. ასე რომ წმინდა წერილში თავიდან ნათქვამია. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი და მისცა მას ხელმწიფება ყველა ხილულზე. ადამიანს თავისი ბუნების არცოდნით საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა რომ არ შექმნოდა და საზღვრებს რომ არ გადასცდენოდა, ის კვლავ ადამიანის შექმნაზე იწყებს თხრობას და მისი შექმნისა და დასაბამის სახეს გვანახებს. გვაჩვენებს რისგან და როგორ შეიქმნა პირველი კაცი. ამ სწავლების შემდეგაც, რამაც ადამიანს დაანახა, რომ იგი იმავე მიწისგანაა შექმნილი, რომლიდანაც მცენარები და ცხოველები გამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რომ მას ღვთის კაცთმოყვარებით ეს უდიდესი უპირატესობა. შემოქმედის ხატება და უხორცო სული მიეცა, რის შედეგადაც გონიერება და ყველა დანარჩენ ქმნილებაზე ბატონობა განეკუთვნა. ამ ცოდნის მიუხედავად, გველის ჩაგონებით ღმერთთან გატოლება ისურვა. მან მიწისგან შექმნილმა. მას წარმოიდგინეთ, რა სიშლეგემდე მივიდოდით ჩვენ. ნეტარი წინასწარმეტყველი პირველ ნათქვამს, რომ დასჯერებოდა ღვთის ხატად კაცის შექმნას გულისხმობთ და მომდევნო მონათხრობში ყოველივე დაწვრილებით არ გადმოეცა. ამიტომ ძალიან გონივრული იქნება იმის გაცნობიერება, თუ თავდაპირველად საიდან დაედო სათავე ჩვენს არსებობას. შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან და შთაბერა მას სიცოცხლის სული. ასე უხეშ გამონათქვამებს.
მოსე იმის გამო იყენებს, რომ იგი ელაპრაკება იმ ხალხს, ვინც ჩვენგან განსხვავებით სხვაგვარად ვერ გაუგებს. აგრეთვე იმის დასანახებლადაც, რომ ღვთის კაცთმოყვარება სურდა ეს მიწისაგან შექმნილი სულის გონიერი არსების თანაზიარად გაეხადა, რის შედეგადაც ეს ცხოველი აღმატებულად და სრულყოფილად იქცა. შთაბერა მას ამბობს სიცოცხლის სული. ანუ შთაბერვა მიწისაგან შექმნილი სიცოცხლის ძალას აზიარა და ასე ჩამოყალიბდა სულის არსი. ამიტომაც დაურთავს მოსე და ცოცხალ სულად იქცა კაცი. მტვრისგან შექმნილმა სიცოცხლის სული შთაბერვით მიიღო, ცოცხალ სულად იქცა. რას ნიშნავს ცოცხალ სულად? მოქმედ სულად, რომელიც ფლობს სხეულის ასოებს, როგორც მოქმედების იარაღს მისნებას რომ ემორჩილება. არ ვიცი როგორ გავურყვენით ეს წესრიგი და ასე როგორ გავაძლიერეთ ბოროტება, რომ სულს ვაიძულებთ სხეულის სურვილებს მისდევდეს და იგი ვინც ქალბატონივით უნდა უძღოდეს და მბრძანებლობდეს, საყდრიდან ძირს დამხობილი იძულებული ხორცის ჟინს ემორჩილებოდეს, ხორცის წინაშე თავის აღმატებულობას და უპირატესობას ივიწყებდეს? მართლიც, იფიქრე ადამიანის შექმნის წესრიგზე და გაიაზრე, რას წარმოადგენდა იგი საღვთო შთაბერვამდე, რაც მისთვის სიცოცხლის სუნთქვათ და ცოცხალ სულად იქცა. მანამდე ის მხოლოდ უსულო, უმოძრაო და უარგისი კერპი იყო, ისე რომ მისი ყოველმხრივ ესოდენი აღმატებულობა ამ საღვთო შთაბერვის შედეგია. იმისათვის, რომ ყოველივე ეს იმის მიხედვით კი არ შეიცნო, რაც მაშინ მოხდა, არამედ იმით, რაც ამჟამად ყოველდღიურად ხდება დააკვირდი, რა ულამაზოდ და უამურად გადაიქცევა ხოლმე ეს სხეული მას შემდეგ, რაც მას სული დატოვებს. ან რას ვამბობ, ულამაზო და უამური მეთქი. რა საშინელი, მყრალი და უსახურია ის. ედს ეს მაშინ, როდესაც მანამდე, ვიდრე სული მართავდა, იყო იგი ნათელი, საამო, უაღრესად კეთილსახიერი, გონიერებით იყო ახსავსე და უამრავი კეთილის საქმის ქმნა შეეძლო. ყოველივე ამაზე განსჯით და ჩვენი სულის ბუნებითი კეთილშობილების გააზრებით, მისთვის შეუფერებელს ნურაფერს ვიზამთ, უღირსი საქციელით ნუ შევბილწავთ, ხორცის მონად ნუ ვაქცევთ და უგზნობლად და უსამართლოდ ნუ მოვეპყრობით მას, ვინც ამხელა კეთილშობილებას ფლობს და ვისაც ესოდენი უპირატესობა განეკუთვნა. მისი საშუალებით ჩვენ, ხორცით მოსილნი თუ კი მოვინდომებთ საღვთო მადლის თანამოქმედებით, უხორცო ძალებთან მეტოქეობას შევძლებთ და მიწაზე მყოფნი ისე ვიცხოვრებთ და ვიქნებით, თითქოს ზეცაში ვიმყოფებოდეთ. მათი მსგავსნი ან მათზე უპირატესნი გავხდებით. და ეს როგორ? გეტყვით. თუ კი მოიძებნება ვინმე ხორციელი, ვინც უმაღლეს ძალთა მსგავსად მოქცევას შეძლებს, განა იგი ღვთის უდიდეს წყალობას არ ეღირსება იმისთვის, რომ მიწიერი საჭიროებებით დამძიმებულმა სულის კეთილშობილების შეურყვნელად დაცვა შეძლო? ვინმე იკითხავს, განა შესაძლებელია ასეთი ადამიანის პოვნაო? ცხადია, ჩვენთვის, სათნოებათა სიმწირის გამო, ეს სრულიად შეუძლებელია. მაგრამ თუ გინდა დარწმუნდე, რომ ეს შეუძლებელი არ არის, იმ ადამიანებზე იფიქრე, ვინც დასაბამიდან დღემდე აამებენ უფალს. იფიქრე ბერძთაგან შობილ და უდაბნოს მკვიდრ დიდ იოანეზე, პავლეზე, მთელი მსოფლიოს მასწავლებელზე, წმინდანთა მთელ დასებზე ჩვენი მსგავსი ბუნება რომ ჰქონდათ, ამავე ხორციელი მოთხოვნილებებს ექვემდებარებოდნენ და ამიერიდან ამას შეუძლებელ საქმედ ნუ ჩათვლი სათნობათა მიმართ ასეთი განუსჯელი ნუ იქნები მაშინ, როდესაც ღვთისგან მათი მოხვეჭის ძალიან ბევრი საშუალება მოგეცა. რა კიღა ჩვენი ნების სისუსტე და მერყეობა იცის, კაცთმოყვარე ღმერთმა წერილის კითხვის სახით, მნიშვნელოვანი საკურნებელი მოგცა. რათა ჩვენ გამუდმებით ვიყენებდეთ მას, ფიქრობდეთ იმ საკვირველ და დიდ მამებზე, ბაძავდეთ მათ და სათნოებებში გულმოდგინებას ვამჟღავნებდეთ და ყველაფერს ვაკეთებდეთ, რაც არ იქნება უღირსი იმ გამოუთქმელი სიკეთისათვის, რომელსაც გვიბოძებს ღმერთი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმიდისა თანად დიდება, პატივი და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.